ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი შესაძლოა ამზადებდეს ახალ სარაკეტო დარტყმას კიევზე, ორეშნიკის ტიპის რაკეტით. დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს სამთავრობო კვარტალი და შენობა, სადაც ხელისუფლება იკრიბება. რუსეთი ემუქრება კიევს ახალი მასიური დარტყმებით და მოუწოდებს ყველა უცხოელს სასწრაფოდ დატოვონ უკრაინის დედაქალაქი. კრემლში მიანიშნეს, რომ მზად არიან კიდევ უფრო მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვან. განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იწყებენ სისტემური დარტყმების სერიას უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის ობიექტებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე კიევში. ნიშნავენია, რომ ვლადიმირ პუტინის გარემოცვაშიც კი მოიფიქრეს ლეგენდა იმის შესახებ, თითქოს იციან სად მდებარეობს კიევში ნატოს ბაზები, რომლებსაც ასევე დაბომბავენ. რუსი სამხედრო კორესპონდენტები უკვე ხვირიან, რომ ერთ თვეში კიევში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ანალიტიკოსები კი უკვე ხსნიან, რა აიძულა მელოდი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი ასეთ ნაბიჯზე წასულიყო. და ეს აშკარად არ არის ფრონტზე ხმაურიანი გამარჯვებები. მაგრამ ამასთან ერთად რაღაც მოხდა თავად რუსეთშიც. მოსკოვში უპრეცედენტო ნაბიჯზე წავით. მოსკოვის ოლქსა და რუსეთის უმსხვილეს ქალაქებზე სააერო სივრცე თითქმის სრულად დაიხურება სამოქალაქო ავიაციისთვის და ეს აკრძალვა ომის დასრულებამდე იმოქმედებს. ჩემი ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. მისი ბმული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, კიევზე წინა შეტევის შემდეგ 24 მაისის ღამეს, მათ შორის რაკეტა ორეშნიკი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს უცხოელებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინის დედაქალაქი კიევი, გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე და სამეთაურო პუნქტებზე დარტყმების გამო. რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იწყებენ სისტემური დარტყმების სერიას კიევში უკრაინის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე. სხვა საკითხებთან ერთად საუბარია პროექტირების ადგილებზე. დრონების წარმოება, პროგრამირება და გამოყენებისთვის მომზადება, რომლებიც ნატოს სპეციალისტების დახმარებით გამოიყენება. რუსებმა ასევე დაანონსეს დარტყმები, როგორც გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, ასევე სარდლობის პუნქტებზე. ეხლა ციტატას მოვიყვან. იმის გამო, რომ აღნიშნული ობიექტები განთავსებულია მთელი კიევის მასშტაბით. ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ რაც შეიძლება მალე დატოვონ ქალაქი. ხოლო კიევის ცხოვრებლებს მოუწოდეთ არ მიუახლოვდნენ სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. როგორც უკვე თქვი, იგორ ვლადიმირ პუტინმა უბრალოდ საბაბი იპოვა ამ თავდასხმებისთვის. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ კიევზე დარტყმები განხორციელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ამ მოგონილი თავდასხმის გამო. 22 მაისის ღამეს უკრაინაში ლუგანსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსსა და საერთო საცხოვრებელზე, ოკუპირებულ სტარობელსკში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში უარყვეს ეს რუსული ტყუილი დროებით ოკუპირებულ სტარობელსკში სამოქალაქო საერთო საცხოვრებელზე დარტყმის შესახებ. დარტყმა რეალურად განხორციელდა რუბიკონის დანაყოფის შტაბზე სტარობელსკის რაიონში ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში. აგიხსნით, რომ რუბიკონი არის რუსული სამხედრო სპეციალური დანაყოფი, პერსპექტიული უპილოტო ტექნოლოგიების ცენტრი, რომლის წარმომადგენლებიც რეგულარულად ახორციელებენ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე ქვეყნის ტერიტორიაზე. Данским объектам на территории Украины. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, იმავე ღამეს ასევე დააზიანეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, საბრძოლო მასალის საწყობები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მართვის პუნქტები და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, მაგრამ აშკარად არა საერთო საცხოვრებელზე. მაგრამ მოდით რეალისტები ვიყოთ. ვინმე გარდა დაუბანელი რუსებისა მართლაც ჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი კიევზე შეტევებს აძლიერებს სტარობელსკის გამო. იმ დროს, როცა უკრაინული უპილოტოები უბრალოდ ნულამდე წვავენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მთელ რუსეთში, გახსენებთ, რომ ომი დონბასში, მათ შორის ლუგანსკის ოლქში და სტარობელსკშიც უკვე 12 წელია გრძელდება, 2014 წლიდან. მთელი დონბასი უკვე განადგურებულია დაბომბებისგან და ვინმე გარდა გაველურებული რუსებისა დაიჯერებს, რომ ვლადიმირ პუტინმა მხოლოდ ახლა გადათხვიტა შური ეძია ამ გამოგონილი თავდასხმის გამო საერთო საცხოვრებელზე. თუმცა შეგახსენებთ, რომ ადრე პუტინი აცხადებდა თითქოს ეს დარტყმის შედეგი იყო. საერთო საცხოვრებელზე კოლეჯზე დარტყმის შედეგად თითქოს 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 39 დაშავდა. მაგრამ ყოველ დღე რუსები ახალ მსხვერპლთა რიცხვებს იგონებენ.
და ასეთი ქცევის ვლადიმერ პუტინის მხრიდან, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალი მუქარის დალვისთან დაკავშირებულია რუსული არმიის სტრატეგიული წარმატებული წარმატებების არარსებობასთან ფრონტზე. ამ თავდასხმებით პუტინი ცდილობს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს უკრაინელებზე და მოსახლეობა კაპიტულაციისკენ უბიძგოს. მეორე მიზეზად შეიძლება მოსკოვის სწრაფად ავასახელოთ. დავლენა მოახდინოს საერთაშორისო დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე კიევში. რუსეთმა უკვე მიაყენა ზიანი უცხოურ წარმომადგენლობებს და არ სურს აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როცა მოუწევს თავის მართლება, თუ რაკეტა რომელიმე საელჩოს მაგალითად, რომელიმე გავლენიანი ქვეყნის საელჩოს მოხდება. ამავე დროს კრემლი, როგორც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას 2022 წელს, ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ დიპლომატებმა სრულად დატოვონ კიევი. მაგრამ მაინც პუტინის ასეთი ქცევის მთავარი მიზეზი ცოტა სხვაგანაა. მესამე მიზეზი კი ვლადიმერ პუტინის ცდილობაა, რომ თავად რუსების ყურადღება გადაიტანოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გახშირებული თავდასხმებიდან და საკუთარი რეგიონებისა და მოსკოვის დაცვის უუნარობიდან. რათა ამ ველურმა დაუბანელმა რუსებმა უფრო მეტად ილაპარაკონ იმაზე, როგორ მოხვდა ორეშნიკი ბილა ცერკვაში, როგორ ამბობენ, რომ კიევს სამთრეში აიღებენ, მაგრამ ახლა და არა იმაზე, როგორ ესვრიან მოსკოვს, როგორ ესვრიან ნავთობაზებს, როგორ იწვის პორტები, იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები საზღვრიდან 1500 კილომეტრში. რატო უნდა ილაპარაკონ რუსებმა ამაზე? და ილაპარაკონ იმაზე, როგორ ესვრიან კიევს. გარდა ამისა, ეს პუტინს სჭირდება, რომ აჩვენოს რუსეთის ელიტებს, რომ ეს მელოდი გაუგებრობა პუტინი, რომელიც უკვე ვეღარც სიტყვავროს ურასწორად წარმოთქვამს, ჯერ კიდევ არ დაუკარდას ძალა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პუტინმა ისევ ბოდიში ჩაისვარა. პირველი. ანალიტიკოსებმა Defense Express-დან დიდი ეჭვი შეიტანეს რუსეთის ფედერაციის განცხადებაში ორეშნიკის რაკეტის ზებრადამაგრეველი ძალის შესახებ. მას შემდეგ, რაც შეისწავლეს დარტმის ადგილი ბელაიე-ცერკოვში. გამოცემის ინფორმაციით, საბრძოლო ბლოკების ჩვეულებრივ ნიადაგში, არა ბეტონში, არამედ ჩვეულებრივ ნიადაგში მოხვედრის შემდეგ, წარმოიქმნა დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრისა და 2 მეტრამდე სიღრმის ორმოები. თითოეული დარტმის სიმძლავრე დაახლოებით 5285 კილოგრამ ტროტილის ეკვივალენტად არის შეფასებული. Тротиловом эквиваленте ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შეჯახების უზარმაზარი სიჩქარის გამო თავად დამაზიანებელი ელემენტები ნაწილობრივ ასე ვთქვათ აორთკლდა. ამიტომ ადგილზე თითქმის არ დარჩენილა დიდი ფრაგმენტები. ამასთან დარტმის შედეგები მნიშვნელოვნად ნაკლებ მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე ადრე აცხადებდა რუსეთის მხარი. Defense Express ამტკიცებს, რომ დარტმის საერთო ეფექტი დაახლოებით შეედრებოდა 36 შაჰედის დრონის უკვე გაძლიერებული საბრძოლო ნაწილის თავდასხმას. ამასთან რეალური დაზიანებები მნიშვნელოვნად ნაკლებ მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო განცხადების შემდეგ, რომ ორეშნიკს შეეძლო ღრმად დაცული ობიექტებისა და მიწისქვეშა ბუნკერების გარღვევა. მაგალითად და გასაგებად, ზელენსკის ბუნკერი 90 მეტრზე მეტ სიღრმეზეა განთავსებული, ხოლო ეს უძუურობა მიწაში მხოლოდ 2 მეტრზე ჩავიდა. რა 90 მეტრი რა ბუნკერების გარღვევა. აი ესეთი სუპერმძლავრი ორეშნიკია. და მეორე. რაღაცა ვლადიმერ პუტინს თვითონაც დიდად არ ჯერა თავისი მუქარების წარმატების. უკვე ერთ კვირაში რუსეთი ომის დაწყების შემდეგ პირველად გეგმავს თითქმის სრულად დახუროს ცა მოსკოვის თავზე სამოქალაქო ავიაციისთვის. შეზღუდვები შეეხება ფრენებს 5100 მეტრამდე სიმაღლეზე. ამასთან ეს აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით შევაძალაში ომის დასრულებამდე. შეზღუდვები მოიცავს რუსეთის დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. დასავლეთით აკრძალვის ზონა ბელარუსის საზღვართან და სანქტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცესთან იქნება შეზღუდული. ჩრდილო-აღმოსავლეთით ეკატერინბურგის რაიონთან, ხოლო აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით სამარასთან. ამავე დროს რუსეთში გათვალისწინებულია რამდენიმე გამონაკლისი. კერძოდ ნებადართული იქნება ჩარტერული სამგზავრო რეისების, მაშველების თვითფრინავების და სხვა მსგავსი ფრენები. აი ესე პუტინმა ისევ ყველას აჯობა. აქ მრავალწელს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube RF-ის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით. სუბტიტრები